სოფალეთერში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ხელახალი გამოძიება დაიწყო. უკვე მესამე საათია გოჩედა შმაგი აფრასიძეების დედა გამომძიებლის შეკითხვებს პასუხობს. დოდო აფრასიძე მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული. აფრასიძეების დედამ პროკურატურაში საჩივარი 2 კვირის წინ შეიტანა და ჩატარებული სპეცოპერაციის თავიდან გამოძიება ითხოვა. დოდო აფრასიძეს იმედი აქვს, რომ სამართლიანობა ახალი ხელისუფლების პირობებში მაინც იქნება აღდგენილი. შეგახსენებთ, რომ სვანეთში 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ევგენი და ომეხ აფრასიძეები დაიღუპნენ. გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დღემდე საპატიმროში რჩებიან. გოჩა აფრასიძეს 20 წლიანი, შმაგი აფრასიძეს კი 18 წლიანი პატიმრობა აქვს მისჭილი. შმაგი და გოჩა აფრასიძეების ამბავი ხელახალი ძიება უნდა ჩატარდეს. უდანაშაულოები არიან და უნდა გამოიდიონ ხელახლად და ალბათ განთავისუფლებენ, მე ასე ვფიქრობ. დანაშაული არ ჩაუდინათ არავითარი. ისინი არიან ბარამიდის პატიმრები. დასაკითხი იქნება უამრავი ადამიანი. ჩვენს განცხადებაში აქცენტი იყო გაკეთებული იმის თაობაზე, რომ აუცილებლად უნდა დამდგარიყო იმ პირთა საკითხი, ვინც ხელმძღვანელობდა ამ ეგრეთ წოდებულ სპეცოპერაციას. ეს პირები გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.